ოზან, სათხარ. რატომ არ მპასუხობ? არა, არ მპასუხობს. დედა, პარტნიორი სად არის? დედიკო, მამა მალე მოვა. მოდი მაჩვენე სიცხე ხომ არ გაქვს. დაგიწია. მაშინ მოდი ახლა დავიძინოთ. მამა რომ მოვა, გაგაღვიძებ და წამალს დაგალევინებ, კარგი? მოდი. აი ასე. გადაიფარე? კარგი, დედიკო სათვალეს მოხსნის. ძილინებისა პატარა. ძილინებისა. ძალიან მიყვარხარ. მეც. ძილინებისა. ტკბილი ძილი ჩემო პატარა. სათხარ ოზან, სათხარ. ხელი ხომ არ გტკივათ? არა, მადლობა. დამთავრეთ ექიმო. დავამთავრეთ. სანერვიულო არაფერია, კარგად ხართ, მაგრამ კარგი იქნება თუ რამდენიმე დღე თავს არ დაიდვირთავთ. დიახ, რა თქმა უნდა. და ეწარსულს ჩაბარდეს, მარტივად გამოძვერით. ხო, ასე გამოვიდა. ექიმო, შეგიძლიათ ტელეფონი მოთხოვოთ? რა თქმა უნდა. ინებეთ, დიდი მადლობა. არაფრის. ოზან, სათხარ, რას აკეთებ? გავგიჟდი ნერვიულობით. ეს ვინ არის? გისმენთ? ეს რა? ოზან, სათხარ, ვისი ტელეფონით მირეკავ, კარგად ხარ? ეს რა, რაღაცას გეტყვი, მაგრამ გთხოვ, არ ინერვიულო, კარგი? ავარიაში მოვყევი, საავადმყოფოში ვარ. რა ავარია, ოზან, კარგად ხარ? რა მოხდა? სანერვიულო არაფერია, კარგად ვარ, დამშვიდი. უბრალოდ მანქანის მუხრუჭი არ მუშაობდა და ხეს შევასკდი, მაგრამ კარგად ვარ. ატლას წამალი ვერ უყიდე. მუსას დაურეკე და მოუდანს. მოიცადე, ოზან, მოიცადე, რა წამლები ატლასი კარგად არის, დამშვიდდი. შენ სათხარ, რომელ საავადმყოფოში მითხარი და ახლავე მოვალ. სათხარ. ეს რა? არ არის საჭირო. შენი მოსვლა, მართლა. ატლასთან დარჩი, არ შეეშინდეს, კარგი? სახლში მალე მოვალ. კარგი, არ ინერვიულო, ატლასი კარგად არის. დავაწინე. გელოდები. თავს გაუფრთხილდი, კარგი? კარგი. ნეტავ რა ხდება? გავგიჟდები ბარიშ. ვეღარ ვუძლებ, ახარ შემიძლია მოცდა. ვრეკავ. დარეკე. მიდი დაურეკე. არა, უკეთეს გეტყვი, წადი და უთხარი რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი. როია დამშვიდი რა. არ შემიძლია, ვერ უმშვიდდები ბარიშ. რატომ არ გესმის? თავს ვერ ვაკონტროლებ, რა ვქნა? თან რამე მიზეზს ვიპოვნი, სამსახურზე ვკითხავ რამეს და ვერ მიხვდება. გაგიჟდი? სულ გააფრინე. ამ დროს რა უნდა უთხრა? გვიანია. როია დამშვიდი რა. ცოტა მოითმინე. ხვალ სამსახურში წადი და ისე მოიქეცი, თითქოს ყველაფერი კარგად არის. როდესაც ახალ ამბავს გაიგებ, არაფერი შეიმჩნიო. არ დაგავიწყდეს, რომ საქმეში მარტო არ ხარ. პრობლემებს მეც შემიქმნი, გესმის? კარგი. კარგი, მართალი ხარ, ხვალამდე მოვიცდი. ხვალ მაინც გავიგებთ, არა? ხომ ხედავ? ახლა უკვე ლოგიკურად აზროვნებ. გამომართვი. ოზან. კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. მოდი, დაჯექი, ქურთუქს გაგხდი. დაჯექი. მოდი. ფრთხილად. კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. ყველაფერი კარგადაა. ოზან, რა მოხდა? ავარია როგორ მოხდა? მომიყევი ყველაფერი. რა ვერ გაიგე ეს რა? ვერ დავამუხრუჭე და გასაჩერებლად რაღაცას დავეჯახე. ვერ ვიჯერებ. მე უნდა წავსულიყავი და შენ დაჯექი საჭესთან. ჩემი ბრალია, რამე რომ დაგმართნოდა. კარგი ეს რა, ხომ არაფერი დამემართა. კარგად ვარ, დამშვიდი, ნუ გეშინია. უბრალოდ მხარი ამომივარდა, სხვა არაფერი.
თავს ნუ იდანაშაულებ. მე სხვა რამ მაინტერესებს. მანქანა შემოწმებაზე ახლახანს არ ყავდა? შენ რომ მჯდარი იყავი საჭესთან, რა მოხდებოდა? კიდევ კარგი ატლასთან ერთად არ წახვედი. ძმაო, ახლა ამაზე ნუ ფიქრობ. თავარია გადავჭით. მანქანას ვერაფერი შეამჩნიეს რა. რამე ხმა ხომ არ ქონდა. არაფერი შემინიშნავს, ნორმალურად დადიოდა. მანქანა შემოწმებაზე გავგზავნე და მალე გვეცოდინება რა მოხდა. მართალი ხარ, შეამოწმონ, გავიგებთ რაც მოხდა. ატლასის წამალი მოვიტანე. დიდი მადლობა მუსა. მე წავალ, მაგრამ თუ რამე დაგჭირდებათ, მაშინვე დამირეკეთ. კარგი, მუსა, დიდი მადლობა. ფრთხილად იარე. ხვალამდე. ძალიან შემეშინდა. წამოდი დაგაწვენ. უნდა დაისვენო. მადლობა. მოიცადე, მოგეხმარები. ფეხები არ მტკივა, მხოლოდ მხარი დავიზიანე, მაგრამ თუ შანსის გამოყენება გინდა. ოზან რას ბოდავ? ავარიაში მოყევი და ხუმრობ? იარე. რა მოხდა, შენთვის გეუბნები? ოზან ახლა უნდა დაწვე და დაიძინო. იცოდე არადგე გესმის? უნდა დაისვენო. კარგი, მაშინ დილამდე ჩემს გვერდით მოგიწევს ყოფნა. ღამე რამე რომ მომინდეს? არაფერი მოგინდება. თუ რამე შეგაწუხებს, დამიძახე, კარგი? რომ ვერ გაიგო? გავიგებ, ყრო არ ვარ. ღმერთო. დრამა. ძრემლები? ყველგან სევდა და ტანჯვაა. დავიღალე, აღარ შემიძლია. ეს რა არის? ეს რა დამიტოვეს? ელიფი თავის უსაქმურ ქმარს დაემსგავსა. რატომ არ ალაგებ, შვილო? ასე გაგზარდე? ეს რა არის? რა არის? კონსულტანტი უიგარ ბულუთი. უძრავი ქონების სააგენტო. ელიფს რა საქმე აქვს ამ ოფისთან? ალბათ გზაში არიგებდნენ და გამოართვა. ელიფ, უსაქმურო სიძე. ჩამოდით, რა საკეთებთ ოთახში? რამე ვითამაშოთ, არ მოიწყინეთ? ბავშვის ყოლას რომ გეგმავთ, ხარჯები გაგვეზრდება. გონი ლოგიკური იქნება სხვა ადგილას გადასვლა. მეც ასე ვფიქრობ, ყვავილა, რა პრობლემაა? ორივე მუშაობთ, გადავიხდით. თანაც თუ საჭირო გახდება, ეკონომიას გავაკეთებთ, არა? ასე ფიქრობ. რამდენიმე ადგილი უკვე ვნახე, იცი? ფოტოებიც მაქვს, მერე გაჩვენებ. მაჩვენე ჩემო სიცოცხლე, მაჩვენე. თან შენ სადაც არ უნდა შეხვიდე, შენივე ედემის ბაღად აქცევ იქაურობას. მაგრამ დედა შენს რა რეაქცია ექნება? გონი დიდად არ მოეწონება ეს იდეა. რა სიტყვის? დაგვრთანხმდება. ვალდებულია ჩვენს გადაწყვეტილებას პატივისცეს. ღმერთმა ქნას. და შენი ძმა? ჩემი ძმა რა სიტყვის? მხარს დაგვიჭერს. არანაირი პრობლემა არ აქვს, ხომ იცი? ჩემი საყვარელი ძამიკო. ჩემი ერთადერთი ცოლის ძმა. ამათ შეხედე, მოღალატეები ჩემს გარშემო მრავლდებიან და მე არაფერი ვიცი. ანუ ახალ სახლში გინდათ გადასვლა რა? გინდათ მარტო დამტოვოთ? მე ზუმრუდ კორფალი ვარ. ოზან, ტკივილგამაყუჩებელი მოგიტანე. დაეძინა. რამე რომ დაგმართნო და რა უნდა გამეკეთებინა. რა სიზამდი ეს რა? მიდი მეც მითხარი, რა სიზამდი? ოზან, რას აკეთებ? მატყუებ ვითომ გძინავს? ვერ ხვდები როდის გძინავს და როდის არა, სულ გაგიჟდი? ბავშვი ხარ? რას თამაშობ, გული გამისკდა? მითხარი, რა სიზამდი, რამე რომ დამმართნოდა. ინერვიულებდი? ოზან, როგორც ვხედავ, კარგად ხარ. ტკივილგამაყუჩებელი მოგიტანე, ადექი და დალიე. კარგი, მოიცადე. წყალი მაინც მომიტანე. ერთი ხელით როგორ დავისხა. ნახე რა მდგომარეობაში ვარ. კარგი. როგორ ინერვიულებდი? გაჩუმდი და დალიე. ოზან, გეყოფა. მომეცი. იდიოტი.
ესეც ასე მზადა. ბოდიში არ მინდოდა. თავარია უკვე კარგად ხარ და არაფერი მომხდარა. რამდენიმე დღეში არაფერი შეგაწუხებს. არა, ჩემო კარგო. რთული ავარია იყო და რეაბილიტაციას მეტი დრო დასჭირდება. მე ასე არ ვფიქრობ. რამდენიმე დღეში კარგად იქნები, აინახავ. მაგრამ მანამდე მე დაგეხმარები ყველაფერში, არი ნერვიულო. ნახე, პერანგიც კი ჩაგაცვი. რომ ცოდნო და მანამდე მოვყვებოდი ავარიაში. ძლივს დამაფასე რა. ოზან. ფრთხილად. კარგი. ძალიან მткиვა. პარტნიორა. შვილო, მოდი ჩემთან. მოდი მამასთან. ჩემი ლომი, ჩემი საყვარელი ბიჭი. ოზან მოიცადე ფრთხილად. წევან არაფრის გაკეთება არ შეგეძლო, თუმცა შვილი დაინახე და მაშინ მე გამოკეთდი არა? კი, კარგად ვარ. არი ნერვიულა. შენ როგორ გრძნობ თავს? კარგად. რა თქმა უნდა, ჩემი შვილი კარგადაა, როგორ უნდა იყოს? წამალი დალია და მაშინვე გამოკეთდა. გემრიელი საუზმე მოვამზადე. დედიკო, გამოიცვალე და ჩამოდი, კარგი? სხვანაირად მაგიდასთან ვერ დაჯდები, ხომ ასეა? საუზმე მზადაა, ახლა წავალ ჩაის დავასხამ და თქვენც ჩამოდით. კარგი. ჩავიცვამთ და ჩამოვალ. ხელზე რა დაგემართა? მткиვა? არა, საყვარელო, არ მткиვა. არაფერი მაწუხებს, მაგრამ დედას არ უთხრა, კარგი? კარგი. შევდახვით. მე ბოლო ვარიანტი მომეწონა. მე არა მუს. ინსტრუმენტები გამიფუჭდება, ნესტი იყო. რამეს მოვიფიქრებთ? დედა, დილამ შვიდობის, როგორ ხართ? ახალი ადგილი იპოვეთ? არა დედა, ჯერ ვერ ვიპოვეთ, მაგრამ მაინც ატელია იქნება, დიდი ფართი არც გვინდა, მალე ვიპოვით. აბა რა, აუცილებლად იპოვით. პოვნით იპოვნიან, მაგრამ ზუმრუტის რეაქციის მეშინია. რა საღიაზრი ითქვა რა? მამა დედა ზურმულს კარგად იცნობს. ოჩახ მამა, მისმინე დედა შენი რას ფიქრობს ამ თემაზე? არაფერს, რადგან ჯერ არაფერი მithქვამს. ჩემ საქმეს სერიოზულად არ უყურებს და დარწმუნებული ვარ არ მოეწონება. ამას ნუ ამბობთ. მე რა მოხდა ატელიეს გახსნის წინა დღეს უთხარით. ვეღარაფერს იზამს. ასე იყოს. კარგი, ჩვენ წავალთ. დროებით შვილო, წარმატებები. მადლობა შვილო. არაფრის გემრიელა. მადლობა. იული სამუშაოდაო. მადლობა. ხედავ? ჩემი მარტო დატოვება და წასვლა უნდათ. ჩემი ყურით მოვისმინე. ვერ დამინახეს როგორ ვუსმენდი. სავიზიტო ბარათები რომ ვიპოვნე ვერ დავიჯერე. თურმე უძრავი ქონების სააგენტოებს ეძებენ უკვე. იმ უსაქმურმა შვილი წამართვა, ხედავ? უსაქმური კაცი. ზუმრუტ, რატომ აზრიადებ? ახალგაზრდები არიან, დააცადე. არა, ქალბატონო. დამპირდნენ და პირობა უნდა შეასრულონ. ზუმრუტ კორფალი არავითარ შემთხვევაში არ დარჩება მარტო. ამას არ დავუშვებ, მორჩა. მერთო ჩემო. თურმე ჩემი ბიჭიც მხარს უჭერს. ამას ნამდვილად არ ველოდი. მეწყინა კინაღამ ცუდად გავხდი. ხედავ რა ხდება? ხედავ? ხედავ ძვირფასო, ხედავ. ისიც ვიცი ეს რატომ დაგემართა. შენი საქციელების გამო. აი ეს მიიღე. რა გავაკეთე? ყველას ცუდად ექცევი. და შეიძლება ამიტომაც გაგირბიან. იქნებ იმიტომ მიდიან რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევ. არა, ასეთი რამ შეუძლებელია. ყველაფერი კარგადაა. მერთო ჩემო, ერთხელ ეცადე შენს გავუგო ხალხს არ შეიძლება? კარგად მოიქეცი შენს მძახლებს, რძალს გაუღიმე, სიძეს მოეფერე. არა. გოგო, ასე მარტო დარჩები. თუ კარგად მოექცევი, ხელის გულზე გატარებენ. ხო, მაგრამ ასე მოსაწყენია. კარგი ადამიანობა მოსაწყენია, ზუმრუტ? არა. კარგი ადამიანობა ჩემთვის ნამდვილად არ არის. უაზროდ ღიმილი მოკითხვა და მოფერება არ შემიძლია, ცუდად ვხდები. ჩემთვის არ არის. ღმერთო ჩემო, ეს რა საშინელებაა? არ გამომდის. თუ შევიცვლები და სხვანაირად მოვიქცევი, ანუ არ დამტოვებენ? არ დაგტოვებენ. ესეც ასე ომლეტი მზადაა. რა გემრიელი ომლეტი მოგვიმზადა დედამ? რა თქმა უნდა, თქვენ გაგიკეთეთ. ოზან, ჩემი ოქროს სამაჯური ხომ არ გინახავს? არა, არ მინახავს, რა იყო? გაკეთება მინდოდა და ვერ ვიპოვნე. კარგი, მე ვიპოვე. სად დაიკარგებოდა? ეს რა? ხელი მткиვა და ვერ გადმომიღებ? ახლავე. აი ასე.
ერთ ხელში ჩაი მიჭირავს და რომ გადმომიღე იქნებ მაჭა მოგიდეს. კარგი გაჭმევ. ცხელია ფრთხილად. ძალიან გემრიელია. კიდევ ერთი ლუკმა. რა თქმა უნდა. ნახე შვილო, მამაც ბავშვებითაა, ხელით ვაჭმევ. გინდა შენს გაჭამო? არ გინდა საყვარელო? კარგია. ზურგი მტკივა. ზურგი მტკივა ეტყობა, ცუდად ვიწექი და ამტკივდა. შეგიძლია ბალიში მომიტანო. რა თქმა უნდა, ახლავე. ასე კომფორტულად ხარ? კარგია? არა, ეს არ მინდა, მეორე დამიდე. ასე? ასე კარგია. კარგი. ესეც ასე. ატლას. გინდა ფორთოხლის წვენი დავდიოთ? რა სიტყვი, ვიტამინი C არ გვაწყენდა. კარგი იქნება და ნამდვილად ფორთოხლის წვენი გვინდა. დილით დავწურე და გამოტანა დამავიწყდა, ახლავე მოგიტანთ. თელი დილა მარბენინებს. შვილო, გვაგვიანდება მალე ჭამე. მიდი პირი გააღე. მიდი, აი, ასე. ოჩა. ოზან. ჭამე. ფორთოხლის წვენი მოდის. ხომ გინდოდათ? მოდით. აი ასე, ჯერ შენ დაგიცხამ საყვარელო. სკოლის ავტობუსი მოვა და უნდა გავიდეთ. სად მინდიხარ? მარტო ხომ არ დამტოვებ ასეთ მდგომარეობაში? ოზან, უნდა წავიდე, ვინმე ხომ უნდა იმუშაოს. დაგავიწყდა, დღეს გადაღებაა კომპანიაში. დღეს დავნიშნეთ არა? ხო, მაგრამ არ იდარდო, მე და ეფე მივხედავთ. ვერავინ შეამჩნევს იქ რომ არ ხარ. კარგი? არ გამოვა. არა, ასე არ შეიძლება ჩემო კარგო. მეც უნდა წამოვიდე. ერთად წავიდეთ. არა, ვერსად წამოხვალ ოზან. ამის უფლებას ვერ მოგცემ. ჯერ სუსტად ხარ, მხარით ტკივა. ცუდად ხარ. ომლეტსაც კი ვერ ჭრი შენით. სამსახურში როგორ უნდა წამოხვიდე ასეთ მდგომარეობაში? არა, ამას ვერ დაუშვებ. მორჩა. მე და ეფე ვიმუშავებ და ყველაფერს მივხედავთ. შენ არ იდარდო, კარგი? ახლა მე წავალ და მოვემზადები. შენ თავს მიხედე. რა უნდა გააკეთო? თავს უნდა მიხედო. მიდი. ისედაც მზად ხარ, მეტი რაღა უნდა მოემზადო. ცუდად გამომივიდა რა. მოვედი. ბოდიში? ჩემო ძვირფასებო, ტკბილი მოვიტანე, რომ ტკბილად ვილაპარაკოთ. ვნახოთ მოგეწონებათ თუ არა. შვიდობაა? მენიქშე, დავფიქრდი და მივხვდი, რომ მე შენ და ულვაშამ ჩხუბი უნდა შევწყვიტოთ. რატომ? იმიტომ, რომ ერთი ოჯახი ვართ. ძახლები ერთად უნდა ვიდგეთ სხვების წინააღმდეგ. თორემ გაგვტეხენ. დღეს გაერთიანების დღეა, მარტო რომ არ დავრჩეთ. რას აკეთებ? რას ვაკეთებ, ძვირფასო? ჭურჭელს გავრეცხავ, დაგეხმარებით. სასრაფოში დავრეკავ საყვარელო, გონი სადღაც თავი დაარტყა. არა, რაღაც ჩაიფიქრა. მალე გავიგებთ რა ხდება. ქალბატონო პენარ, ბატონი ოზანი არ მოსულა. რამე ხომ არ იცით, რამე ხომ არ მოუვიდა? არა, როგორც ვიცი, არაფერი მომხდარა. ალბათ მალე მოვა. აი, ქალბატონი ესრა უკვე მოვიდა. დილომშვიდობის. თუ გინდა ქალბატონ ესრას კითხე. ხო, რა თქმა უნდა. ქალბატონო ესრა, ბატონი ოზანი არ მოსულა არა და თათბირი აქვს. როდის მოვა? ოზანი ავარიაში მოყვა და დღეს არ იქნება. რა? რამე მოხდა? როგორ არის? ისეთი არაფერია, უბრალოდ მხარი დაიზიანა, მეტი არაფერი. მერთო ჩემო, ძალიან მწუხვარ. რა მოხდა? ავტო ავარიაში მოყვა. გონი მუხრუჭი არ მუშაობდა, ჩვენც ვერაფერი გავიგეთ ჯერ. ეს როგორ მოხდა?
შემოწმებაზე გავგზავნეთ, რამდენიმე დღეში პასუხი გვეცოდინება და გავიგებთ რა მოხდა. გასაგებია. წარსულს ჩაბარდეს, მაშინ თათბირს გადავდებ. კარგი. როია. იმ დღეს მითხარი, რომ ოზანი ლეილასთან ერთად ვახშმობდა. დიახ. იმ შეხვედრაზე იურიდიული განყოფილებიდანაც იყვნენ, მაგრამ მათზე არაფერი გითქვამს. ქალბატონო ესრა, უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ტელეფონი გამითიშეთ და გადმორეკვა მომერიდა, არ მინდოდა შემეწუხებინეთ. შენ მითხარი, რომ ოზანი და ლეილა მარტო ვახშმობდნენ. შეგეძლო შემდეგ დღეს გეთქვა სიმართლე, მაგრამ არაფერი გითქვამს. ალბათ დაბნეული ვიყავით, არ გამახსენდა. ბოდიში, ჩემი ბრალია, არასწორად გაიგეთ ყველაფერი. მაპატიეთ. ცუდი განზრახვა ნამდვილად არ მქონია. გასაგებია, რუია, შეგიძლია წახვიდე. ქალბატონო ესრა, მართლა, რუია. გასაგებია, შეგიძლია წახვიდე. კარგი. რა ხდება? მოხდა რამე? ბარიშ. ოზანი დაჯდა საჭესთან და ავარიაში მოყვა. კიდევ კარგი არაფერი დაემართა. გოგო, ოზანი რატომ დაჯდა საჭესთან? არ ვიცი, მაგრამ პრობლემები გვაქვს, გესმის? მისმინე. მანქანას ამოწმებენ და რამდენიმე დღეში დასკვნა მოვა. ყველაფერს რომ მიხვდნენ? რომ გაიგონ ჩვენს შესახებ, რა უნდა ვქნათ ბარიშ? დამშვიდი, ვერაფერს გაიგებენ. თავარია შენ იყო მშვიდად. არაფერი შეიმჩნიო, კარგი? ასე არ უნდა მომხდარიყო ბარიშ. კარგი, დამშვიდი. საღამოს ვილაპარაკოთ, კარგი? კარგი. არა. არა. ძმაო, ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. როგორ ხარ? კარგად, უпроსტად კარგად ვიყავი მუსა. რა მოხდა ძმაო, ტკივილები გაქვს? დაივიწყე უბრალოდ ღელა. ღმერთო ჩემო, ახლა რაღა მოხდა? რამემ გაწყინა? არა, მაგრამ ცოტაც დავფეთქდები. ვერ გავიგე ძმაო? დაივიწყე, ახლა წადი და ნახე ეს რა მარტოა თუ ეფესთან ერთად, კარგი? რა? მუსა წადი და ეს რა შეხედე, თუ ეფესთან ერთადაა გამაგებინე. კარგი ძმაო, ახლავე. მიდი წადი, გელოდები. მარტივია. ერთი წუთით ძმაო. ეს რასთან ერთადაა, მუშაობენ. ხო, აქ არიან. როდის მოასრო მოსვლა? როდის მოასრეს კაბინეტში შესვლა? ძმაო, კომპანიის ფოტოსესიისთვის მოდელი უნდა აარჩიონ და ალბათ ამაზე ლაპარაკობენ. კარგი, გასაგებია. მოგლეთ, ახლა ასე მოვიქცეთ. მუსა, ოფისში მოვდივარ. შენ კი მანამდე მარტო არ დატოვა. კაბინეტში შედი, კარგი? მიდი. ძმაო, რომ შევიდე რა უთხრა? რა უნდა უთხრა? რა და უთხარი რომ ბატონი ოზანის წარმომადგენელი ხარ და იქ უნდა იყო. რამე მოიფიქრე მუსა, ესეც მეკითხრა? კარგი ძმაო, რამეს მოვიფიქრებ. იქნებ სახლში დარჩე, ჯერ სუსტად ხარ. კარგი მუსა, აღარ მაქვს ლაპარაკის დრო, კაბინეტში შედი სწრაფად. კარგი, მივდივარ. რა მოხდა მუსა? მარაფერი, თქვენ იმუშავეთ და მე აქ ვიჯდები ჩემთვის. რატომ? რატომ და უფროსის წარმომადგენელი ვარ. გასაგებია. ანუ დაგირეკეს. კარგი მუსა, რადგან მოხვედი, იქნებ დაგვეხმარო, გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ. კარგი ვნახავ. მოდი მუსა, ამაზე რა სიტყვი? მაჩვენე? ხო, მგონი კარგია. ასე ფიქრობ? კარგია. მეც მომწონს. ჭურჭელი გავრეცხე მენიქშე. კიდევ რა გავაკეთო? არაფერი. რამე დამავალე და გავაკეთებ. არ მინდა. მითხარი. მობრძანდით, დაბრძანდით, კეთილი იყოს. გაჭერდი. რატომ ჩემო სიცოცხლე? რა ჩემო სიცოცხლე?
სკამი გამოვწიე, რომ კომფორტულად დასხდნენ. მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მზად ხარ თუ გემრიელესი კერძების დასაგემოვნებლად, იმიტომ არ ვაქებ, რომ ჩემი მძახალია, დიდებული მზარეულია, ნამდვილი პროფესიონალი. გილოცავ მენიქშე, განსაკუთრებული ადამიანი ხარ. მადლობა ზუმრუდ, კეთილი იყოს. მეგობრებო, რას არა? ეს ხელები შეკვეთების ჩასაწერად კი არა, დიდებული კერძების მოსამზადებლად შეიქმნა. ეს ჩემი მძახალია, მეცნიერი. ტყუილად კი არ უდევს თავში ტვინი, ნამდვილი მეცნიერია. გაიცანით. მე ვარ მეცნიერი. ჩემზე თქვი? მართლა? მართლა? გადი აქედან, შენ საიდან იცი შეკვეთის აღება? მაღაზიიდან საღეჭ რეზინსაც კი ვერ გამოიტან. რა იყო ძვირფასო, ორ რაღაცას ჩავიწერ. სუფრას ხომ არ შლი, უბრალოდ ბარდას და წვნიანს თუ გააკეთებ ღარიბების საჭმელს, მერე რა მოხდა? რა ნიჭი ამას უნდა? ვიხუმრე. ჩემო საყვარელო მძახალო. ისეთი ბარდაა. ბარდა რომ ვიყო, მარტო მენიქშეს მოვამზადებინებდი თავს, გეფიცებით. მაშინ მე ბარდა მინდა. უკვე გზაშია. გამატარებულ ვაშა. ჩემო ცხოვრებაო. ახლა ხანს მეცნიერი დამიძახა თუ მომეჩვენა? მეც ძალიან თბილად მომმართა. ავად ხომ არ არის? არა ძვირფასო, იქნებ დაგვაფასა და აღარ უნდა ცუდი იყოს. ზუმრუდმა? რა ვიცი. საჭმელს ვიღებს ნახე? ძალიან მეშინია. ეს ჩემგან საჩუქრად შეგერგოთ. რას ამბობ? ავარიაში მოყვა? ხო, მუხრუჭი არ მუშაობდა და გზიდან გადაუხვია. გასაჭირებლად ხეს დაეჯახა. კიდევ კარგი რამე უარესი არ მოხდა, კარგად გამოვძვერით. მუხრუჭი რატომ არ მუშაობდა? გაფუჭებულია? არ ვიცი ძმაო. შესამოწმებლად გავგზავნეთ და დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება. ეტო, ოზანი სად არის? სახლშია. გამარჯობა. რა ხდება? სახლში იყო, მაგრამ აშკარად ვერ მოისვენა. ბატონო ოზან, ბატონო ოზან, კარგად ხართ? გავიგე რაც მოხდა და კინაღამ გავგიშდი. კარგად ვარ, როია და მშვიდი, უბრალოდ მხარი დავიზიანე. დარსულს ჩაბარდეს. ძალიან შემეშინდა რომ რამე დაგემართებოდათ. არაფერია. ამ გოგოს რაღაც ჭირს. ვინ არის? როია, ოზანის ახალი ასისტენტი. თავიდან ნორმალური გოგო იყო, მაგრამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა. რატომ ნორმალური ადამიანი ჩანს? ძმაო, ვერ გაიგებ. ქალური ინტუიცია. კაცები ვერ მიხვდებით. გამარჯობა. სიძე როგორ ხარ? რას აკეთებ? ბოდიში, ბოდიში. არაფერია დამშვიდდი. ასეთი რამ მხოლოდ კეთილ ადამიანებს ემართებათ. ხო, რა თქმა უნდა. თავს გაუფრთხილდი, კარგი? მე თათბირზე წავალ. ვიდი ძმაო, ჩვენც მალე მოვალთ. ოზან? დღეს მოსვლას ხომ არ აპირებდი, რა მოხდა, რა შეიცვალა? ხო, არ ვაპირებდი, მაგრამ ასე გადავწყვიტე. ხო, ასე მოხდა. საქმეები მაქვს და არ მინდა რამე გამომრჩეს. მე და ეფემ უკვე ყველაფერი გავაკეთეთ. ხო, გავიგე. რა თქმა უნდა გაიგებდი, მუსამ ანგარიში ჩაგაბარა, არა? რა თქმა უნდა, მუსას უფროსი ვარ და ანგარიშს ჩამაბარებს. კარგი ოზან, კარგი, გავიგეთ რომ შენ ხარ აქ უფროსი, მორჩი. არ მორჩები, რატომ უნდა მორჩე? კარგი, რაკენით რა ხდება? დეკორაციები მზადაა, კოსტიუმების მოდელს ველოდებით. მოდელი ნახე? არ მინახავს, მაგრამ შენ ხომ არჩიე, ყველაფერი კარგადაა. კარგი. კეთილი იყოს. მადლობა მეგობრებო, იული სამუშაო. აბა? რა გააკეთეთ? ყველაფერი მზადაა, შეფ. დეკორაციებს მეილზე გამოგიგზავნით. კვიტაციებიც მზადაა. მშვენიერია, მეილზე გამომიგზავნეთ. ბატონო ოზან, ქალბატონი არია მოვიდა. შემოვიდეს.
გამარჯობა. ოზან. არიან. კეთილი იყოს. როგორ ხარ? კარგად. იმის მერე არ მინახავ ხარ. რის მერე? მართალი ხარ. ვეღარ გნახე. გამოგართმევ? ერთმანეთს გაგაცნობთ. ეს რა, პროექტის ხელმძღვანელი. ხო, და ჩემი მეუღლე. სულ დამავიწყდა. მართლა? გილოცავთ. დიდი მადლობა. ძალიან მომეწონა პროექტი, კარგი დიზაინია. დიდი მადლობა. ოფისი ჯერ არ გინახავს, წამოდი და გათვალიერებინებ. გვიყვარს, როდესაც სტუმრები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. არა ეს რა? ო, რა თქმა უნდა. მუსაც გამოყვებათ, მუსა მოდი აქ. არ დაიკარგოს გაყევი. მუსა, შენს ადგილს დაუბრუნდი, ჩემს ოფისში არ დავიკარგები. მიდი მუსა, თან მქონი ჩამოგეძინა, ცოტა გამოფხიზლდები, გააცილე. მუსა და ჯექი. მუსა? მუსა საქმე გაქვს. არია წავედით. საქმე არა აქვს, ყველაფერი უკვე მზადაა. იმედია არ დაიკარგებით. ძმაო, შეყვარებული ვარ. მისი შეყვარება შეიძლება, ოღონდ ჯერ პირი დახურე, კარგი? უხერხულია. ძალიან ლამაზი ქალია. ო, ნამდვილად ლამაზია. ძმაო, ძალიან კარგი და წარმატებული მოდელია. ჩვენთან მეგობრობს. აქ რა ხდება? რა დაძაბულობა? რატომ აზვიადებთ? გეყოფათ ლაპარაკი იმუშავეთ. გეყოფათ ვიღაც ქალებზე ლაპარაკი. რას აკეთებთ? მენექშე, გოგო, მენექშე. სიტლაჩი გააქვს, ძალიან მომინდა, და ჯექი მოგიტან. და ჯექი მიდი. გოგო, რატომ არ მეუბნებით? ეკო სახლიდან მიდის? კარგი აზრია. ახალგაზრდები არიან და ცალკე ურჩევნიათ, მაგრამ ზუმრუტი ცოდო არ არის? ქალი ნერვიულობს, რომ მარტო დარჩება, გული მეტკინა. რა სისულელეა ნერიმან? რა? ჩემი ყურით გავიგე ყველაფერიო, სავიზიტო ბარათებიც უნახავს. არასწორად გაიგო ყველაფერი და აი თურმე, კარგად რატომ გვექცევა? წესით ყველაფერი უნდა დაანგრიოს. მე დავარიგე. რა? ხო, ვუთხარი კარგად უნდა მოიქცე მეთქი. იმიტომ გაგირბიან, რომ ყველა ძაბავთქო. დავარიგე, იქნება ასე მარტო არ დარჩე მეთქი. თურმე დაუჯერებია. ოჩახ? ოჩახ. ანუ ამიტომ გვექცევა კარგად მთელი დღე არა? ზუმრუთ. რა ლამაზია. ბატონო მუსა, მწვანე ტონები მოგწონთ? კი, ლამაზია. გონი ჩვენს კონცეფციას ფერები და დეკორაცია უხდება. შენ რა სიტყვიეს რა? უხდება. ლოკაციაც კარგია. იმის მერე არ მინახავ ხარო, რის მერე არ გინახავს? ხო, ახალი წლის პროექტზე მუშაობდით ერთად და იქ გავიცანი. ამასე ამბობდა. რამდენად ახლოს გაიცანი? საინტერესოა. საინტერესოა. ეს გოგო არ შეეფერება კონცეფტს. რატომ? ლამაზი გოგოა. არ მომწონს. არ შეეფერება ჩვენს პროექტს. ვუყურებ, ვაკვირდები და ვწმუნდები. რა სისულელეა? მე ვფიქრობ, რომ ცდები. ლამაზი გოგოა. მოიცადე? ხომ არ ჭიანობ? ვიფიქრე, ეს ხომ არ არის მიზეზი მეთქი. არა. ოზანი კი არ ვარ. რატომ უნდა ვიეჭვიანო? ო, გონია რომ არ მოუხდება როლს. მაგრამ კარგი, საღამოს ვნახავთ. საღამოს ვნახავთ? საღამოს ხომ არ მოდიოდი? რა ხდება? ასე ვთქვი? ო, შენ თქვი რომ არ მოხვიდოდი. მართლა? ო, ასე მითხარი. რა მოხდა? რა შეიცვალა? შენ არიაზე ეჭვიანო. და ამიტომ გინდა საღამოს მოსვლა. კარგი, მოდი. ოზან, არ მოვალ, აღარ მოვალ. საერთოდ რატომ უნდა ვიეჭვიანო? რისთვის ან რატომ? ვიზე უნდა ვიეჭვიანო? ეჭვიანობის მიზეზი მაქვს. არ ვიცი.
ძალიან გრძელი ფეხები აქვს. სხეულს არ შეეფერება. გოგო, ჩემს სიგრძე ფეხები აქვს, ეს რა არის? და კიდევ ერთი წუთით?